ვარ ნოდიკო ქათამაძე 12 წლის. ვსწავლობ 25 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. 4 თვე არ თამაშობ ეს ჯორჯიაში. 2 წელი თამაშობდი დინამო ბათუმში და გადავწყვიტე რომ გადმოსულიყავ ეს ჯორჯიაში. აქ დამხა უკეთესი სიტუაცია და უფრო ვაქცევენ ყურადღებას. ყავს 2 წვრთნელი ლუკა დიასამიძე და ნიკა დიასამიძე. ცოტათი უფრო მომთხოვნია ნიკა მასწავლებელი. ისე ორივე მხიარულია და გამიმართლა რომ ასეთი კარგი მწვრთნელები მყავს. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციას. ადრე ვთამაშობ მარჯვენა ფლანგზე და შევისვალე ფლანგი. მარცხენადან უფრო კარგად ვუტყავ მე მარჯვენას და თან ვახვევ ბურთს კარებში. მოედანზე ჩემი თავარი მოვალეობა პასების განაწილება. ისე მაქვს გოლების გატანის ალღო და მაქვს ბევრი გოლი. ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 60 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზ. ჩემმა მეგობარმა აიღო ბურთი, გამოიქცა და გამიკეთა ასისტი. წამოვედი მე და მეკარეს ოსტატურად გადავგდე თავზე ბურთი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ბურთის მიღება. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებ ეს ჯორჯიაში, გადავალ ალბათ დინამო ბათუმში, გადამიყვანებენ ალბათ პარის სენ-ჟერმენში და იქედან 1-2 წელი დავრჩები და მოვეწონები გუნდს რეალ მადრიდს, იქ გადავალ და გავატარებ ბევრ დროს. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები რეალის ლეგენდა. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება მაღაზიათა ქსელი. ეს იქნება ფეხბურთის აქსესუარების მაღაზიები. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ბეტმენი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ავტოკარცივაც. ყველაზე მშვიდი არის მალვინა ცეცხლას. ყველაზე ცელქია გოგა ცენტერას. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავშორტი, რომ ფეხბურთი რომ დავიწყე, ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას. მას რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ ალექსის, გოგას და ელენეს და ლანას. ჩემს ცოლს დავარქმევ ანას. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია რუსუდან ბოლქვაძე, რადგან ჩვენი დამრიგებელია, ჩვენ მხიარულია და კლასში სიყვარული და ყველაფერს გვიკეთებს, რომ ვიყოთ ბედნიერები. ახლა მინდა ვიყოთ რამაიწის, იმიტომ რომ ვითამაშოთ საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი ძმა. და მინდა მყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 1 წლის და ქვია ნოე. ის არის მხიარული, ცელქი, ლამაზი და ჭკვიანი. ნოე რომ გაიზრდება, ალბათ გამოვა ბოქსიორი. მამიკო არის ჩემსავე სიმპათიური, მშრომელი, მხიარული და ვაჟკაცი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და საყვარელი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ხატავ ადამიანებს. ჩემი აზრით ყველაზე რთულია მთების დახატვა და ყველაზე ადვილი ცხვირის დახატვა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და სახლში მაქვს 50 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემს ოთახში მინდა მოვაწყო გამოფენა. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს მწვანე. ყველაზე ხშირად ჩემ ნახატებს ჩუქნი დედას. ეს მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარია ელექტროსკუტერი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სანამურას თავგადასავალი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული მექნება, უფრო ლამაზ გავხდები ჩვენ ბათუმში. პირადად ჩემთვის ვიყიდი სასახლეს. წინა მონაწილე დამიტოვა შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად მოგზაურობდი და როდის? მე მოგზაურობდი 23 საუკუნის ლოს-ანჯელესში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია კრისტიანო რონალდო. ბედნიერება არის კარგი საჩუქარი, საქართველოს ნაკრებში თამაში და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.